ვარ ნიცა აფაგიძე 12 წლის. ვსწავლობ მე-16 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი, კულინარია და კითხვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთი. ხშირად თამაშობ მეგობრებთან ერთად და სიამოვნებით ვითამაშებდი გუნდშიც. სხვათა შორის ვარ ძალიან კარგი მეკარე. 1 წლის წინ ვიყავი დასასვენებლად წასული აბასთუმანში და იქ ბავშვებთან ერთად ვითამაშე და ყველა ბურთი ავიღე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია გავი და საყვარელი გუნდია ბარსელონა. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა, რომ ბურთის არ მეშინია. გამოსასწორებელი მაქვს მატაო. მეკარეებს შორის, რა თქმა უნდა, გამოვარჩევ ტერ შტეგენს. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 6 ნომრით. მე ასევე მიყვარს კითხვა და წიგნი შემაყვარა დედამ. ჩემი პირველი წიგნი იყო იავნანამ რა ჰქმნა. სახლში მაქვს ძალიან კარგი წიგნების ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის უხელფასო დირექტორი არის დედიკო. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი მეგობრობას. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები ვიქნებოდით მე და ჩემი მეგობრები. კითხვა იმიტომაა ადამიანისთვის აუცილებელი, რომ სულიერად ამაღლებს და უადვილებს ცხოვრებას. ჩემი საყვარელი ავტორია შოთა რუსთაველი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს ხიარული კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია იოანე ტაკიძე. ყველაზე ჭკვიანია ლიზი კონცელიძე. ყველაზე ბედნიერია ბარბარე შამათაო. მე ვარ ყველაზე ლამაზი და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ხათუნა ჯანელიძე. იმიტომ რომ მხიარულია, მშვიდი და მეგობრული. კიდევ იმიტომ რომ უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე დაწყებითების მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ფეხბურთელი. ახლა მინდა რომ ვიყო 17 წლის, იმიტომ რომ ექნება ოქროს დაბადების დღე. ამ დაბადების დღეზე მინდა მაჩვქონ საგზური ესპანეთში. ჩემი ოცნების საჩუქარია ელ კლასიკოს ბილეთები. თამაში აუცილებლად უნდა იყოს ბარსელონაში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი 2 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 1 და. ჩემი ძმა არის 19 წლის და ქვია გიგა. ის არის მხიარული და სიმპათიური ბიჭი. მეორე ძმა არის 14 წლის და ქვია გივი. გივი არის ჭკვიანი, ცელქი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა თამაშს არ მაცლის. ჩემი აზრით, გივი რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და უშიშარი. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ გონია, რომ ზრუნავს მასზე, თბილ სიტყვებს ეუბნება და საჩუქრებს ჭუქნის. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი და მეგობრული. მე ვარ საშუალო დონის დიასახლის. იმიტომ რომ საწმელებს კი ვაკეთებ, მაგრამ ზოგჯერ სახლის დალაგება მეზარება. პირველად საწმელი გავაკეთე, ვიყავი 9 წლის. ეს საჭმელი იყო ბლინები. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ლავა ქეიქის გაკეთება. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. თუ ყველაფერი კარგად დაიწყო, რო გავიზრდები, გავხსნი ჩემს რესტორანს. ამ რესტორანს დავარქმევ პრინცესა ნიცას. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია სპაიდერვიკის ქრონიკები. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ფული რომ მექნება, პირველ რიგში დავეხმარები მოხუცებს და აუშენებ თავშესაფარს. პირადად ჩემთვის ბარსელონაში ვიყიდდი კარგ სახლს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნიცა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ნიცა დამარქვა დეიდაშვილმა და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნიცა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა თათია. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა არ შეეძლო, სადი მოგზაურებდა და როდის? ბედნიერება არის ბარსას მოგება და ოჯახის კარგად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.